ჩვენ ერთი გვაქვს სამართალი და მეორე გვაქვს სამართლიანობა, ხო? ჩვენ როდესაც საუბრობთ თავისუფალ და დამოუკიდებელ მოსამართლეზე, მან ეს ერთი და მეორე ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს და შემდეგ უკვე შინაგან წმენასთან ერთად გაითვალისწინოს ფაქტობრივი გარემოებები, თუ ვისთან აქვს საქმე რა სუბიექტია, რა ობიექტური გარემოებებია, რა სუბიექტური გარემოებებია და ყველაფრის ამის შეპირისპირებით და გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. როდესაც შენ ადამიანს უფარდებ 2000 ლარს, რომელსაც იმის გამო რომ დალხენილი ცხოვრება არ აქვს და ესი ამიტომ განახორციელა მან შეჭრა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რომლებსაც არ აქვს საარსებო მინიმუმი, რომლებსაც ელემენტარულად ოჯახის გამოკვების საშუალება არ აქვს და შენ რო ამას კანონის უზენაესობის სახელით და თითქოს სამართლიანობის და საკუთრების უფლების დაცვის საფუძველზე უფარდებ ამას ყველაფერს, ეს არის ცინიზმი რა. ეს არის პირდაპირ მე არ მომერი ამ სიტყვის ეს არის პირდაპირ სრულში ჩაფურთხება ჩვენი თანამოქალაქეების, იმიტომ რომ უამრავი მექანიზმი არსებობს, ჩვენ კონსტიტუციით ვართ სოციალური სახელმწიფო და ეს ნიშნავს იმას, რომ მილიარდობით ლარი უნდა იხარჯებოდეს ესეთი შეჯიბრებული ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფაზე და რა ხდება პირიქით თვითონაც უკვე უწევთ კორუფციის გამო განსაკუთრებით ამ ნაწილში ბევრი იმ ადამიანის, რომლებიც ხელს ითმობენ ესეთ შეჯიბრებული ადამიანების დახმარების თანხებზე და ასე შემდეგ ამის მიტაცებაზე. ხო? თვითონაც უწევთ, ამათაც უწევთ ოცნებას, რომელიც კორუფციაზე დგას და ამ ფონზე, როდესაც შენ მოსამართლე ესეთ გადაწყვეტილებას იღებ, იქ დამთავრებულია უკვე ყველაფერი. იქ დამთავრებულია საერთოდ სამართლიანობა, დამთავრებულია სამართალი და ყველაფერი და შესაბამისად სახელმწიფო რომ ჯერ უნდა არასრულებს მასზე დაგისრებულ უფლებამოსილებას, ეს იქნება თვითმმართველობის დონეზე, თუ ცენტრალურ დონეზე, ამას ვხედავთ ჩვენ ყოველ დღე. ამას ეწირება ჩვენი თანამოქალაქეები. შეგახსენებთ ვაგზლის მოედანთან მომხდარი ინციდენტს, როდესაც იქ გარემოებრივი მოვაჭრეების დაზარალდნენ და ერთი გავლელი, რომელიც იქ ქუჩაში მიდიოდა, იმიტომ რომ უნიათო მერიამ, უგულო მერიამ არ განახორციელა ელემენტარულად ყვითელი ის ამგზალავი ლენტით რომ მარტო შემოესწროთ ის ადგილი, იმ ადამიანებს სიცოცხლე შევინარჩუნებთ, ხო? და იგივე არის ჩვენ ამათთან მიმართებაში, ამ ადამიანთან მიმართებაში თვალწრელიძის ქუჩაზე. ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მაგალითად ფრაქცია თბილისი საქართველოსთვის 3 თვის განმავლობაში ამ თვალწრელიძის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ელაპარაკებიან ამ ხალხს, ისინი მათ მიმართეს არაერთის მერიას, ადგილობრივ გამგეობას და უხსნიდნენ რომ აქ არის გაუსაძლისი პირობები, აქ არის გაუსაძლისი მდგომარეობა და უკანონოდ რამეს ესეც კი არ ითხოვდა ჩვენი ფრაქცია. ითხოვდნენ რომ კანონის ფარგლებში დადგენილი წესის შესაბამისად, რაც არის ამაზე გათვალისწინებული ბიუჯეტი, რომ მომხდარიყო ამ ადამიანების მიმართ ადამიანური მოპყრობა, ეს განახორციელებია და რა გააკეთეს ამათ? გააკეთეს რაღაც მე ვერ ხვდები ეს საერთოდ ხვალზე თვითმმართველობის არჩევნებში შემსვლელ პარტიას, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მიტაცებულ პარტიას, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ხო ჯერ რაღაც ლეგიტიმაცია აქვს შემორჩენილი, ანუ დროში გაწელილი მაინც, რაში ჭირდებოდათ ხო, მე არჩეულია, ხო? რაში ჭირდებოდათ ესეთი უხეში ფორმით მოქცევა თავიანთი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ანუ აქ ამას ახსნა არ აქვს, ხო? ამ კოლექციის წინააღმდეგობების გაწევას